ამის სახელითა მამისათა დადისათა დაწმენისა სულისათა აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველა მოვისმინეთ მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკის საკითხავები ამით ყველას გვეუწყა მარხვის დასაწყისი მოსამზადებელი პერიოდი ეკლესია ჩვენი დედაა სულიერი, რომელიც გვაფრთხილებს და განაწყობს ჩვენ შინაგან სამყაროს იმისთვის, რომ უკეთ ვიმარხულოთ. რადგან ყველას მოგიხსენებათ, რომ ხორციელი მარხვა იწყება, რომელსაც მოყვება ბევრი შრომა, მუხტმოდრეკა, მსახურებები, მძიმე მარხვა, ეს საკმაოდ რთული არის ორგანიზმისთვის და საერთოდ ადამიანისთვის, რომ შევიდეს, რომ შედის, მერე უკვე სიხარული აქვს, მაგრამ მანამდე ხო მაინც არ არის მარტივი. მაგრამ ეკლესია გვაფრთხილებს, რომ ეს ყველაფერი თუ გინდა რომ შეგერგოს და ნაყოფი გამოიღოს, საფუძვლად უნდა დაუდოთ ის საკითხავი, რომელიც დღეს იკითხება ეკლესიაში. ეს არის მისი სიბრძნე და გონიერება. დებო და ძმებო, ღმერთმა ადამიანი მიუხედავად იმისა, როგორი კულტურულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს და რა სოციალურ ფენასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ერთი ფაქტია, არის დაცემული არსება, ღრმად დაცემული არსება და ეს ყველაფერი მისი დაცემა, მისი შინაგანი სამყაროს ქაოტიურობა, მისი სამყაროს არათავისუფლება, ადამიანი არ არის თავისუფალი შინაგანად. მასზე ძლავრობს, როგორც პავლე მოციქული გამოხატავს ორი სიტყვით. რაც მინდა, იმას ვერ ვასრულებ და რაც არ მინდა, იმას ვასრულებ. ამით გამოხატავს ყველაფერი. მასზე არის განხორციელებული უდიდესი ტირანია ცოდვისა და დაცემულობისა. ეს დაღა მთელი ცხოვრების მანძილზე დაყვება ადამიანს და ასე შეიძლება ითქვას, რომ უმწარებს მას სიცოცხლეს. ყველა ნეგატივი, ყველა ბოროტება, ყველა საშინელება, ყველა კატასტროფა, რომელიც სოფლიოში არის, ომებიდან დაწყებული, შინაური კონფლიქტებიდან დაწყებული და პირადი ადამიანის კონფლიქტიც. ადამიანის კონფლიქტი რო ყველაზე საკუთარ თავთან, ეს ხო ყველაზე დიდი კონფლიქტია. და ყველაფერი ეს მოდის აი ამ დაცემიდან, დებოდა ძმებო. აი ამ ცოდვის ტირანიიდან, როდესაც ცოდვა შეეთვისა ადამიანის თვისებას და ადამიანის ხასიათს. ღმერთმა ყველა საშუალება გამოიყენა იმისთვის, რომ განეკურნა ადამიანი. მისცა მას აღთქმა, მისცა მას ცნებები, წინასწარმეტყველებები, საიდუმლოება მისცა, ძველ აღთქმაში საიდუმლოება, მაგრამ ყველაფერი ამაოდ, აი ამ ცოდვა, აი ამ სიმძიმე, აი ამ მიზიდულობამ მიწისაკენ ამაოდ გამოავლინა ყველაფერი. ადამიანმა საკუთარი მდგომარეობა ვერ დაიხსნა. და მაშინ ღვთისმოყვარემა, ღვთისსიყვარულმა წარმოავლინა ქრისტე მაცხოვარი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დებოდა ძმებო, რომელმაც თავისი სიყვარულით, თავისი ღვაწლით, სისხლით, ჯვარცმით, აღდგომით მისცა ადამიანს ეს ნანატრი თავისუფლება. ქრისტიანობის შედეგად, მადლმოსილების შედეგად, მხოლოდ მის შედეგად ადამიანმა მიიღო ეს სამი სანუკვარი რა. ეს არის განწმენდა, ეს არის განათლება და ეს არის ცხონება. ეს არის ისგანაც დაიხსნა ადამიანი აი ამ შინაგანი ამ კატასტროფისაგან. აი კატასტროფა არის ადამიანი ქრისტეს გარეშე. ამიტომ ამბობს წმინდა ეკლესია, რომ ქრისტეზე გადის ჩვენი მთელი ცხოვრება. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებაც და ჩვენი მარადიული ცხოვრებაც. ქრისტე არის ხიდი. ქრისტე არის მხსნელი, მაშველი, ამომყვანი აი ამ ხრწილებისაგან, დაცემისაგან და უბედურებისაგან.
ადამიანისა. ამიტომ ლოგიკურია ადამიანი მას შეიძლება დასვას კითხვა რომ სად ვიპოვოთ ეს ქრისტეს სიყვარული და მხოლოდ ქრისტეს სიყვარული თუ ქრისტე არის ასეთი მისი სიყვარული აამაღლებს მხოლოდ ადამიანს. მხოლოდ ქრისტეს სიყვარული აქცევს ადამიანს ადამიანად, ნამდვილ ადამიანად. იმიტომ რომ ნამდვილი ადამიანი არის მისი გულის თვისება, მისი ხასიათის თვისება. და მხოლოდ ქრისტეს სიყვარული და სად ვიპოვოთ ეს ქრისტეს სიყვარული? ასე ამბობს სად ასე სვავს კითხვებს წმინდა ეკლესია და მისი პოვნა შეიძლება ეკლესიაში, რომელიც ძალიან არის უფლისა. მხოლოდ ეკლესიაში არის შესაძლებელი ადამიანმა შეიმოსოს ქრისტე. არსად სხვაგან დებოდა ძმებო, ამის შესაძლებლობა არ არის. ყველგან სხვაგან შეიძლება შეიმოსოს ცრუ ქრისტე, რომელიც აი ამ ჭირიდან დახსნას ვერ მიცემს ადამიანს და ეხლა ტყუილად ქრისტეს მცნებების ფრაზეოლოგია იცოდე და ფილოსოფია იცოდე და ვთქვა ზეპირად იცოდე, სახარება რას მოგცემ შენ? თუ შენ არ გაქვს ხსნა ონტოლოგიური, შინაგანი ხსნა თუ არა გაქვს. თუ შენი ჯოჯოხეთი არ დაიხსნა. და ამას მხოლოდ მის ძალში, მის ეკლესიაში, მისი სახარებაში, მის ღვთისმსახურებაში, მის საიდუმლოებებში აძლევს ქრისტე მხოლოდ ადამიანს. და ამიტომ ყველაფერს თავაზობს ეკლესია, ეკლესიაში ყველაფერია, მე გულისხმობ ეკლესიას მისტიურ სახელს, დებოდა ძმებო. ადამიანები შედიან ეკლესიაში, მაგრამ თავარი არ არიან ადამიანები. თავარი არის ის მადლი, სულიწმინდის მადლი, ის ინსტიტუცია, რომელიც ღმერთმა დაარსა. ინსტიტუცია, რომელსაც აქვს ყველაფერი ხსნისთვის. ყველაფერია მასში ხსნისთვის. ყველა ნიუანსია გათვლილი ხსნისთვის, ადამიანის გამოხსნისთვის და ადამიანის შინაგანი ბედნიერებისა და განკურნებისათვის. აი ამ უკურნებელი სენისაგან განკურნებისათვის. და დღესაც დედა ეკლესია როგორც ნამდვილი დედა გვთავაზობს ჩვენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სწავლებას, რომელსაც შეიძლება ვთქვათ მარხვის საფუძველთა საფუძველიც არის, როგორც ჩვენ ვთქვით. და საერთოდ ქრისტიანობის საფუძველთა საფუძველია ეს. ანუ სახლი როგორ უნდა ავაშენოთ? უნდა დავდოთ საფუძველი. მერე კედლები ამოვაშენოთ, მერე სახურა ავაშენოთ. არ შეიძლება ჯერ სახურავი ავაშენოთ და მერე დაინგრევა ეს სახლი რა. ან კედლები ავაშენოთ საფუძველის გარშემო. საფუძველი უნდა ავაშენოთ. რა არის ეს საფუძველი? და ეს საფუძველი დღეს მრავალ გზის გვასწავლის მაცხოვარი სახარებაში ამის შესახებ, მაგრამ ერთ-ერთი კლასიკური, უნიკალური გადმოცემა არის მეზვერესა და ფარისევლის იგავში. ორი ადამიანი მაგალითზე გვასწავლის დღეს სახარება, რას მოვიძულოთ ჩვენში და რა ვისწავლოთ ჩვენ და რა დაუდოთ საფუძვლოდ ჩვენ სულიერ ცხოვრებას. მეზვერისა და ფარისევლის მაგალითით. მეზვერის და ამიტომ მოდი ნახოთ, ასე ამბობენ მამები, მათ შინაგან სამყაროში ჩავიხედოთ, იმიტომ რომ გარეგნული აფასებს მხოლოდ ადამიანები, ერთმანეთს ვაფასებთ მხოლოდ გარეგნულად. ჩვენ ხო არ ვიცით ადამიანის შიგნით რა არის, მაგრამ ნამდვილი შეფასება ადამიანის, ნამდვილი, უტყუარი, რედგენი, სარკე არის მხოლოდ ღვთის შეფასება ადამიანისა. რომელიც დებოდაცმებო, რომელიც არის სახარებაში, მის მცნებებში. აი სახარება არის სარკე დებოდაცმებო. აი ამ სარკეში ჩანს ადამიანი. თუ გინდა შენ თუ არ ხედავ საკუთარ თავს, საიდან გამოასწორებ მას? საიდან გაიგებ რა შენში ცუდი თუ არ ხედავ ამას? და ამიტომ სახარება მის მცნებებში არის აი ეს რაშიც უნდა მუდმივად ეყურებოდეს ადამიანი. ვისაც სურს მიიღოს კურნება და განთავისუფლება ამ საკუთარი თავისაგან, საკუთარი ჯოჯოხეთისაგან. საკუთარი თავი ამ შემთხვევაში არის ყველაზე დიდი მტარვალი ადამიანის. და ორ მაგალითზე მეზვერით მათ ლოცვაზე, მაგრამ ერთი პარადოქსია,
ჩვენ ახლა ამდენი ვილაპარაკოთ, რომ ეკლესიას აქ ცხონებაო. ეკლესიაში არის ყველაფერიო. ეს ორი ადამიანი ეკლესიაში მივიდა, იმიტომ რომ იციან, რომ ეკლესიაში არის უდიდესი რა, მაგრამ იქედან ერთი გამოვიდა გამართლებული და მეორე გამოვიდა გამტყუნებული. ესე იგი, ეკლესიამ ვერ უშველა ადამიანს, თუ მისი შინაგანი განწყობა არ არის შესაბამისი დებოდა ძმებო. ამიტომ ის ამბავი, რომ მე 30 წლის წინ ვიყავი ასეთი იმრუში ვიყავი, ასე ვიყავი და ეხლა ვარ, არ გაცხოვრობ და ასე შემდეგ, ეს არ მუშაობს დებოდა ძმებო. ეს არ მუშაობს. ეს არის ტყუილი. ეს არის ტყუილის გუნდრუკი, რომელსაც უქმებ ჩვენ საკუთარ თავს, რომ მე არ ვარ ისეთი, აი რო არის, მრუში რო არის და აგერ ის რო არის მეკალთანე და ის რო არის ვიღაცა და საზეზღრობა და მე აგერ ნამდვილი წელია აგერ ვარ ტაძარში ვარ, ამდენი წელია, ამდენი რამე გავაკეთე ტაძარში. ეს არ მუშაობს. ეს შევთანხმდეთ, რომ არ მუშაობს. მხოლოდ შენი გულის მდგომარეობა მუშაობს დებოდა ძმებო და ეს გულის მდგომარეობა არ უნდა იყოს, როგორც არის ფარისეველის გულის მდგომარეობა. და მოდით ვნახოთ რა სიტყვების გამო, რა მდგომარეობის გამო განსჯის მას უფალი. რას გვეუბნება, რომ არ გავაკეთოთ ჩვენ არასდროს და არ კონდეს ესე მდგომარეობა. ნახეთ როგორ იწყებს ეს ადამიანი ლოცვას. ადამიანი როგორც ჩვენ თქვით, სწრაფ მოკვდავი, სწრაფ დაავადებადი, უკიდურესად დაცემული, სათნოებების არ მქონე, საერთოდ არაფერი, რომელსაც ხსნა ჭირდება, ნახეთ როგორ იწყებს. მადლობა ღმერთ, რომ არა ვარ ისეთი, როგორც ხვები არიან. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც აქვს მეოთხე სტადიის კიბო, კაცობრიობას აქვს მეოთხე სტადიის კიბო, უყურნებელი. კაცობრიობას აქვს სულიერი კიბო მეოთხე სტადიის. არაფერი ამას საშუალის ქრისტეს გარდა. და ეს მიდის და ეუბნება ისეთი არავა, როგორც ხვებია. ჯერ ესე იგი, იმას კეუბნება ღმერთო, მიშველეო, მე ცოდვილსო და დაცემულსო და მერთო მილხინეო. არო ისეთი არა ვარო. ანუ ამას ამბობენ მამები, რომ აქ სინანული კი არ არის, აქ არის თვითკბობის და ნარცისიზმის აპოგეა. და ანუ ეს აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა, ვიდრე ღმერთს უნდა რომ ადამიანი წავიდეს. ეს არის ხიბლი ეშმაკისა, რომელმაც შეფუთა გარეგნულად ადამიანი, აი სიკეთები აკეთებინა, მარხოლო, ამას ვაკეთებ, ტაძრები ავაშინე, ამდენი შევწირე, ამდენი ხანია ტაძარში ვარ, ამდენი რაღაცა და შეფუთა ამით და მოატყვილა ადამიანი და გული დაუტოვა ისე განუწმენდელი და ღმერთს კიდე გული უნდა მომეცი შვილო, გული შენი ამბობს ღმერთი. რაც ხარ გულში, ისეთი ხარ სინამდვილეში. რატომ? იმიტომ რომ რაც ხარ გულში, გულია საყდარი უფლისა. რაც ხარ გულში, თუ ხარ გულში აძლევს ღმერთი, იქ საყდრებს, იქ შემოდის. თუ იქ არის ადგილი სიბინძურე და ცოდვა და ამპარტავნება და თვითკბობა და ნარცისიზმი, იქ ღმერთი ვერ ჩერდება. მტრედი ვერ ჩერდება. იმაში რაღაც ჭუჭხში და ფუტკარი არაჯდება ნეხს და საზიზღრობას და განაღმერთი შევა იმ გულში, სადაც არის ასეთი ამპარტავნების კერპი დადგმული, ამპარტავნებისა, რომელმაც დასცა ადამიანი. და ლოგიკური თვითკბობას, როცა შენი ყურადღება, როცა ჩვენი ყურადღება ეს ჩვენ ყველას მოგდის, როცა ჩვენი ყურადღება საკუთარ თავზე არ არის გამახვილებული და საკუთარ თავს ანებებს თავი, მაშინვე და თვითკბობითი და ადამიანი შეპყრობილი და თვითმართლობით, აი ეს ორი უდიდესი სენი, რომელსაც მოცილება არის ურთულეს, თვითკბობა და თვითმართლობა. მე კონფლიქტში კი ვარ, მაგრამ მე უფრო მართალი ვარ. მე კი მაქვს ესწოდები, მაგრამ ნუ იმდენი არ მაქვს, რომ ეხლა რაღაც საშინელებას ჩავდიოდ. და ამას მოყვება ლოგიკურად შეურაცხყოფა სხვა ადამიანისა. ეს მიბმულია ერთმანეთს. და არა ვარო ისეთიო, როგორიც მეზვერეო. მაშინვე ობიექტი მონახა და მაშინვე რას ნიშნავს ეს არა ვარ ისეთი, რომ ეს ნიშნავს, რომ იმაზე მაღლა დააყენა თავი
და აქ უკვე როგორც ამბობენ მამები ერთ ცოდვაში მრავალია ჩაფლული ამაში არის სიძულვილიც გამკითხვაც ზემოთ დადგომაც და ადამიანის შეურაცხყოფას ვისი რომელიც არის ხატი ღვთისა რომელიც არის მსგავსად უფლისა რომლის წინაშე უნდა კონდეს პატივისცემა და ღირსება და ღირსებასცემდე რომლის წინაშე ამბობენ მამები რომ გეშინოდეს ადამიანისადმი დაპირისპირებისა იმიტომ რომ როდესაც ადამიანს რო პირისპირდები განაგდებ ღმერთს შენი თავიდან როცა ამბობს მოციქული გვასწავლის რომ თუ კი შენ არ გიყვარს ადამიანი და მას განიკითხვა და ზემოთ აყენებ თავს ესე იგი მაშინ ტყუილია რომ შენ ღმერთთან ხარ იტყუილებს საკუთარ თავსო იოანე მოციქული ამბობს ამას აქედან გამომდინარე რა შეიძლება ვთქვათ ამ მდგომარეობაზე ამ სულიერ მდგომარეობაზე რომელსაც უნდა გავიქცეთ ჩვენ ის რომ რასაოცარია ესე იგი როგორ არ ძველდება მაცხოვრის რო ამბობს მაცხოვარი რომ არასაც ჩემი სიტყვა არასდროს არ დაძველდება და არასდროს არ დაირღვევა ჩემი სიტყვა ესე იგი როდის არის ნათქვამი და დღეს როგორ ჩვენ სულიერ მდგომარეობას როგორ აშუქებს ეს აი ღვთის სიტყვა რო არის როგორ ჩანს რომ ღვთის სიტყვა არის და დიდი სიტყვა არის და რა შეიძლება ითქვას ამ ადამიანზე? ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ მას სახარება არ მიყვება ეს ადამიანი. ამას აქვს სხვა სახარება. ამას ქვია აი ამ აზრებს, ფიქრებს, განწყობას, დამოკიდებულებას, მის ქცევას. ამას ქვია ეშმაკის სახარება. დებოდაც მე. ეშმაკის სახარება და მამები ამბობენ ერთ საინტერესო რამს. როცა იღვიძებდა აზრები მოდის და იწყება პირველად განკითხვით, ვინც გუშინ გაიმასკდა, მერე სიძულვილით, მერე იმაზე, მერე კომპლიტად და მთელი თუ შენ არ იმძლავრე და აი ამ შენს გონიერ ნაწილში არ შეიტანე ღვთის სახარება, მაშინ შენ ცნობიერებაში ეშმაკი თავის სახარებას დაწერს. და მე ადამიანი ცხოვრობს, ქმედითობს, ურთიერთობს ამ ეშმაკის სახარებით. როცა ჩვენ გვაქვს კონფლიქტები, როცა ჩვენ გვეზიზღება, როცა ჩვენ ამპარტავნები ვართ, როცა ჩვენ ყოველთვის მაშინ ვართ ჩვენს გონიერ მატრიცაზე ვწერთ ეშმაკის სახარებას. ის წერს იქ ამას. ამიტომ ამბობენ რომ დილით ადამიანი დაფა, სუფთა დაფა, დაწერე იქ ღვთის სიტყვა, დაწერე იქ ლოცვა, სიმდაბლე შეიტანე, სიხარული შეიტანე, მადლი შეიტანე და მე რო შეიტან შეინარჩუნე დღის განმავლობაში. და როდესაც ამას არ აკეთებ შენ, ესე იგი, როდესაც შენი ლოცვა არის რაღაცა 5 წუთიანი და გაქცეული ლოცულობ ან საერთოდ არ ლოცულობ, ესე იგი წარმოვიდგინე რა მდგომარეობაში შენი მდგომარეობა. შენი გონება, შენი აზრობა რა აზრებს ღიღებ. რა აზრებს იღებს შენ. შენ გონია რომ კულტურული ადამიანი ხარ, განათლებული გაქვს, ორი უმაღლესი გაქვს, დამთავრებული და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ქმშველი შენ ეს მამა შეიძლება დაგიფაროს ამ აზრებისგან, აი ამ გულის თქმებიდან, აი ამ ნაგავიდან, რომელიც გაწყვება შენ, დილიდან როცა გაწყვება და გპრესავს და მოდის შენ ცნობიერებაში, არაფერი ამას არ შველის. ამას შველის მხოლოდ რელიგია. მხოლოდ ლოცვა, მხოლოდ მადლი, მხოლოდ ქრისტე, მხოლოდ ლოცვანი ხელში, მხოლოდ კანდელი ანდებული და იდგომა და ლოცვა. მხოლოდ ეს შველის ამას. ამას სხვა არაფერი არ შველის. ტყუილად იტყუილებს ადამიანები თავს და ტყუილად ცდილობენ რომ ვთქვათ რაღაცი დაივიწყონ თავი, რაღაცაში დაივიწყონ, რაღაცა დრო გაიყვანონ. არაფერი ამას ვერ შველის, იმიტომ რომ ეს მუდმივად მუშაობს. და მეორე მდგომარეობა, რომელიც ეკლესია მოგვაწოდა როგორც ნიმუში მაგალითი, ეს არის მეზვერის მდგომარეობა და ზუსტად ის სიტყვები თქვა მეზვერემ, რაც უნდა თქვას ადამიანმა ღმერთთან მიმართებაში პირველი. ღმერთო მილხინე ცოდულს ამას. ამ სიტყვებში ამბობენ არის მთელი ცხონების ფილოსოფია. ამაში არის სინანული, ამაში ხედვა საკუთარი თავის როგორიც ხარ შენ ნამდვილად. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი სიბრძნე. ყველაზე დიდი ფილოსოფია ხედავდე საკუთარ თავს როგორიც ხარ შენ. ამაში არის იმედი და რწმენა
უდიდესი იმედია. ღმერთო მილხილმე ცოდვილს ამას ნიშნავს, რომ ღმერთო მე ამ ხელა ცოდვე, ამდენი ცოდვები. მე ფაქტიურად მაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე სულიერი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შენ ცხოველს ყოფილი მადლით შენ შეგიძლია განკურნო ჩემი მდგომარეობა. ყოველთვის 1000-ჯერ რომ დავეცე ცოდვით 1000-ჯერ შეგიძლია. ყველაზე რთული მდგომარეობა შეგიძლია განკურნო შენ ღმერთო. აი ეს იმედი დევს, აი მაშინ ღმერთო მილხინე მე ცოდვილს ამას. და ამაში დევს კიდევ უდიდესი ძლიერი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენი სინანული სიტყვები არის მხოლოდ ტყუილი სიტყვები. თუ მე ვამბობ ამას მარტო რომ მაპატიე და ამას არ ვაკეთებ და არ ვცდილობ რომ გავაკეთო, რა აზრი აქვს მაშინ ამას? ამ ღმერთო მილხინე მე ცოდვილში როცა ამბობს მეზვერე, არის უდიდესი გადაწყვეტილება, რომ მე ღმერთო ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის რაც მე მართმევს ნამდვილ ცხოვრებას, ის მე რაც მართმევს ადამიანობას, რაც მართმევს შენ თავს, მარადისობას, ცხონებას და მადლს, მე ამას შევეწინააღმდეგები ყველანაირად. მე შევეწინააღმდეგები ცოდვას ყველანაირად. აი ეს გადაწყვეტილება არის ამაში, აი ამ ღმერთო მილხინე მე ცოდვილში. და ამიტომაც ამბობს ღმერთი, რომ მეზვერე გამოვიდა უფრო გამართლებული ვიდრე ფარისეველი. რატომ ამბობს ვიდრე? ესე იგი, ფარისეველსაც ნახეთ ღმერთი როგორ შეუწირა, მისი საქმეებით შეუწირა. არ დაივიწყა მისი საქმეებით, ის გარეგნული საქმეებით. ამიტომ გვასწავლიან აქ ორი მაგალითი ავიღოთ ჩვენ, ორივედგან ავიღოთ მაგალითიო. ფარისეველიდან ვისწავლოთ გარეგნული საქმეები, მაგრამ მისი ამ პატავნება არ მივიღოთ და მოვიძულოთ და მეზვერისგან ვისწავლოთ შინაგანი მდგომარეობა და ერთჯერადად კი არ ვისწავლოთ, ერთხელ კი არ დავდგეთ, ეს შევიმოსოთ ჩვენი სულის საფარველად. როგორც ამბობენ წმინდა მამები, სიმდაბლე არის 60 უფლისა. ამიტომ შევიმოსოთ ჩვენს 60 სიმდაბლისა, სინანულისა, რწმენისა, იმედისა და განწმენდისა და განათლებისა. ღმერთმა დაგულოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და ჩვენი